მიმართულება იმისას, ხო, ანუ რასაც მუშაობ და არის პრაქტიკა. და ну, ისა პირველ რიგში ორი სიტყვა ამ ცნებებზე, ხო? კარმა თვითონ, ხო? ნახეთ, ორი მიდგომა არის. დასავლური, ასე ვთქვათ, ცივილიზაციის და ну, ახსნა-გამარტების და აღმოსავლური. აღმოსავლური ეს მკაცრი მიზის შედეგური კავშირია, ხო? რაღაც ხდება, იმიტომ რომ წარსულში რაღაც მოხდა. ეს შედეგია იმის, რაც მოხდა, უკვე ისა მატერიალიზაცია მოხდა. აი დასავლურ ცივილიზაციას უფრო უხდება არა ფილოსოფიის დონეზე, ხო? აი ესე ჩვეულებრივი ცნობიერების დონეზე სიტყვა ბედი ისე მოსაზრებას რომ ბევრი რამე ხდება შემთხვევით. შემთხვევა. ამ შემთხვევის უკან დგას გაუმართლა არ გაუმართლა. ხო, იღბლიანია არ არის იღბლიანი და შეშენ. ანუ ეს არის შემთხვევა. თუ ეს არის დასავლური გაგებით თუ ის არის კარმა. ანუ დაიმსახურა ეს შეიძლება ისი ისანი იმ სამყაროს, ხო, წარმოდგენილობა ფარანგელობით მინდანი რა ვიცი, ვინ, ხო? ამ შენ ჩაერთონ ამაში, როგორ გიცანი განსაზღვრად. რა არის ისანი ბედი და კარმა. კარმა როგორც აი ხო, ბედი, მაგრამ რომელიც აი ესე მოქმედებს აუცილებლად და აი ინტერნეტში ძალიან ისანი თვითონ კარმა როგორც ცნება ძალიან პოპულარულია, ხო? და ინტერნეტში ვიდეო ბევრია. კარმა დაუბრუნდა, სტრაფი კარმა, ისანი. Karmazı როგორც ცნებაზე და იქ სამი სტრუქტურა ზრელაა, ანუ მომწიფებული გეტობილი ყოველ ცხოვრებაში საგვარეულო და ეს, ხო? და ეს ყველაფერი ჩვენში აი აურის მეშვეობით აურა არის განსახიერება ამის ყველაფერის, გაიგე და ამიტომ შეგვიძლია აურისგან ავიღოთ ინფორმაცია, ამის სკანირება ჩავატაროთ. ამის გაკეთება შეიძლება. წარმოიდგინეთ მისი ენერგიული მძიმე. თხოვნით. შეიძლება ისანი. ხო, დავეხმაროს. ნახეთ. აი ნაწილობრივ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. Мне следует. აი ნახეთ ისანი. ну შემიყვანეს მისი ისანი, მისი აურაში და ნახეთ. მისი ფსიქოლოგიური სტატუსი. Სიმპტომატიკის მიხედვით. აი ნახე მისი აურიდან ჩემი აურაზე განვინს ინფორმაცია. ნიმანი ანუ მკაცრად ორი ისამია, ორი ნუ მიმართულება, ან ასპექტი, ხო? ან საზღვარ მდგომარეობა, ნევროზი, ფსიქოპათია, რეაქტიული მდგომარეობა, ან ფსიქიური დაავადება. რა სჭირს მას? Სიმპტომატიკის მიხედვით. Ჩემთვის შეიძლება მის დადგენა, შეიძლება. Внимание, пороговое состояние, საზღვარგომ არაო. არავითარი ნევროზი და ფსიქიური დაავადება. რა ტიპის დაავადება? შიზოფრენია, არაო. MDP, маниакал-депрессивный психоз. Ეხლა, ну, ამას უწოდებენ нарушение настроения ლიტერატურაში. შემდეგ, ნახეთ. ეპილეფსია, როგორც ფსიქიური დაავადება, არაო. სხვა ფსიქიური დაავადება, არაო. ალკოჰოლიზმ, ნარკომანია, нет. MDP. ნახეთ, როგორ გამოხატულია MDP ხო მანიაკალურ-დეპრესიული და სეზონური გამწვავება და ასე. რამდენად გამოხატულია ერთი მხარე თუ მეორე სიმპტომის მიხედვით. როგორც ჰიპომანიაკალური მდგომარეობა. ნახეთ, არაო, ეხლა დეპრესიული. ნახეთ. Внимание. ეს სეზონურია. Ნაწილობრივ. ეს მუდმივია, ხო? Маниакальное состояние, нет этого. Უფრო депрессия. მდგომარეობის ფაქტორი რამდენად გამოიხატება, ეგ აინტერესებს. ხო. რამდენად გამოხატულია, ხო? Внимание. მისი აურაში რამდენად გამოხატულია ეს ენერგეტიული ფაქტორი ზემოქმედება მასზე. ხო, რა არის ეს? პროგრამები, არაო. Привязки, ანუ ეს მიჯაჭვობა რომ დადავინახე, არაო. გარდაცვლილი ადამიანის სულების ზემოქმედება, არაო, ასტრალური არსებები. ზეცერი ძალა ხომ არ ეხმარ, არაო.
астральной сущности. Внимание. Ეხლა დაინახავთ როგორ მოქმედებს ანტიჩაკრა ადამიანისა. ნახეთ, 6 შრი არის, ხო? ნუ მთავარი 6 შრი აურისა. ყველა შრეზე უნდა იყოს ჩაკეტილი, ეს ნორმა. თუ გახსნილია უკვე გვირაბი იმ სამყაროში. გახსნილი. Внимание, античакра. დღეს ამ წუთას. შეიძლება, ნუ ამის ისანა, ხო? ისანა, ხო, გამოკლია, ხო, античакра. На эфирном теле ეთერულ აინახეთ იკეტება ფიზიკურ დონეზე. ემოციურ დონეზე გახსნილია, ხო? ემოციური სხეული გახსნილია. მენტალურ სხეულზე ჩაკეტილი ნორმა. კაუზალური ბედი, აი მისი ბედი, ნახეთ, გახსნილია ღია. ბუთხიალური შეფასების უნარი, რაღაც ღირებულებისადმი განწყობა, ნახეთ, გახსნილია მთლიანად. ანუ სხვა ფრივად ხედავს რაღაცებს. თქვენ თუ რაც ღირებულია, მის სხვა ფერის არის, ნახეთ, და ბოლო. ატმანическом теле აური, აი ატმან ღვთიური ჩემში, მომავალი, პოტენციალი ჩემი, ხვალინდელი დღე, გახსნილია. აი ნახეთ, კაუზალურ, ნუ ემოციურ საბედისო დონეზე ღია არის ეს გვირაბი და იმიტომ ის ძალა რომელიც შედის იქ ხო მოქმედებს მასზე. Внимание. Себе რამდენად სანდო ეს объектура და версия эти. Степень достоверности версии, внимание, о влиянии геометриозависимости на состояние, психоэмоциональное состояние. Проблема მოქმედებს ეს მასზე. Ну აი ნახეთ. შეაფასეთ, ხო? ნულიდან. Нарушение в организме на биохимическом плане. Нет. Отпускаем потом. Стираем связь, стираем образ. Ერთი რამე უნდა გითხრათ, ну, ხალხო, აი ლოცვის პრაქტიკაზე, ხო? ანუ უმეტესი ქალებია, ქალბატონები. არავითარი ემოცია ნუ ჩარწოთ აი ლოცვის დროს. ბოდიში ლოცვის დროს ადამიანი უნდა იყოს აი ეს. რატო? იმიტომ ანუ გაგება შინაარსი ამის საიდუმლო. ლოცულობს არა დავუშვათ ისამე მედიკო. ლოცულობს მისი უკვდავის სული, რომელიც უერთება უკვდავი ისამე იმ სტრუქტურებს, გაიგეთ? იგივე წმინდანებს